ჩვენი სული მხოლოდ დედამიწის შვილობილი არ არის. ის კოსმოსის უსასრულო ვარსკვლავურ ოჯახებს ეკუთვნის. ყოველი ჩვენგანი მოვიდა აქ გარკვეული მისიით, ღვთაებრივი სიყვარულისა და სინათლის გასავრცელებლად. ჩვენი ფესვები ბევრად უფრო ღრმად და შორს მიდის, ვიდრე ეს პლანეტაა. ისინი ვარსკვლავებიდან იწყება, სადაც ჩვენი სული პირველად გაბრწყინდა ღვთაებრივ სინათლედ. პლეადელები, სირიუსელები, არქტურელები, ანდრომედელები და სხვა ვარსკვლავური ოჯახები. ესენი არიან ჩვენი ძმები და დები, ჩვენი კოსმიური ნათესავები. მათთან კავშირი სულიერი ხიდია, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ მოგზაურობაში. მაგრამ შეიძლება სული მრავალ ვარსკვლავური მოგზაურიც იყოს. ერთდროულად პლეადიდან, სირიუსიდან, ანდრომედადან და სხვა მაღალი სამყაროდან, რადგან ძველი სულები ბევრ ვარსკვლავურ ოჯახს ეკუთვნიან. ისინი ბევრს მოგზაურობენ სხვადასხვა გალაქტიკებში, იღებენ სასურველ გამოცდილებას და საკუთარი სინათლითა და ღვთაებრივი სიყვარულით ცვლიან და ქმნიან სამყაროებს. ჩვენი გალაქტიკური ცნობიერება გვეხმარება დავინახოთ საკუთარი თავი, როგორც უსასრულო არსება, რომელსაც შეუძლია სიყვარულითა და სინათლით განკურნოს არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრება, არამედ დედამიწაც. როდესაც ვიხსენებთ ჩვენს ვარსკვლავურ წარმომავლობას, გრძნობთ შინაგან ძალას, მშვიდობას და მისწრაფებას, გავაღვიძოთ ის სიბრძნე, რაც ყოველთვის ჩვენშია. ეს კავშირი გვახსენებს, რომ ჩვენ ვარსკვლავთა შვილები ვართ, დედამიწაზე მოვლენილნი, რათა გავერთიანდეთ, გავანათოთ და შევიტანოთ ჩვენი უნიკალური სინათლე სამყაროს დიდ სიმფონიაში. გეტყვი, რომ შენი სულიერი ოჯახი შენთანაა. ისინი გეხმარებიან, გიცავენ და გიხსნიან გზას, რომ შენი სულიერი მისია სრულად და პირნათლად განახორციელო. და ეს შენს გზას მუდამ თან ახლდეს სინათლე, სიყვარული და შენი ვარსკვლავური ოჯახის მტკიცე მხარდაჭერა. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას და ხალისიან მოგზაურობას ჩვენს უკიდეგანო სამყაროში.